ხორციელის ანუ საშინელი სამჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინაკვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება. როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. წელს ყველიერი იწყება 11 მარტს და მთავრდება 17 მარტს. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნელი რძის ნაწარმით, კვერცხით, თევზით, ოთხშაბათის და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის ჭამა. დიდ მარხვის განმავლობაში დილისა და ძილის ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობ. შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდ მარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით. მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს თხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც